მცხეთა-მთიანეთის რეგიონს ეკუთვნის სოფელი მილდეთა, სადაც ასევე უკვე წლებია მოსახლეობის ნაწილი სიცოცხლის რისკის ქვეშ ცხოვრობს. ლომისის მთის ეტაპობრივი დაშლის გამო ღვარცოფი აქ თითქმის ყოველ წელს მეორდება. არაგვის პირზე გაშენებულ სახლებს საცხოვრებელი პირობითად ჰქვია. მიწისზემოთ ზოგი მათგანის მხოლოდ სახურავის ჩანს. არასაკმარისი ფინანსების გამო კი რისკის ზონიდან მოსახლეობის გაყვანა ვერ ხერხდება. ძველი ქართული ანდაზის მსგავსად მლეთელებს წინ წყალი აქვთ, უკან მეწყერი. ლომისის მთა, რომლის ძირშიც ისინი ცხოვრობენ, 20 წელია იშლება. შაშან-აპრილს მოვარდნილმა ღვარცოფმა ადგილობრივების მდგომარეობა უკიდურესად დაამძიმა. მდინარის დაგუბების შედეგად 15 ოჯახი წყლის ქვეშ აღმოჩნდა. მლეთელები უკვე 9 თვეა რისკის ზონაში ცხოვრობენ და ხელისუფლებისაგან დახმარებას ელიან. ჩვენ კიდე თავს ვიყავებთ, გაიგე? რომ არ გვინდა რომ ისე იქნება გამოსწორდნენ, იქნება იმას აქვთ, რომ ჩავალთ იქ. აი მოიკრიფებ და ჩავალთ და მიუყრი ჩემ პატარა ბავშვებს ხო ნახე იქ. აბა რომ დაბლა წყალია და ზეიდან ბავშვებს ძინავს. 10 წელია. კიდე შეიძლება მეტი ახლა ჩემი მეხსიერებით 10 მაინც მახსოვს ესე რომ ვპირდებიან რომ ჩვენ დიდი ხანია საშიშ ზონაში ვართ და გასახლებას საჭიროებდა ეს ადგილი ეს ხალხი მაგრამ არავინ ყურადღების ფუნქციები არ არის დღესდღეობითაც დაპირებები არის რომ რაღაცა იქნება მაგრამ არავინ ყურადღებას არ გვაქცევს რაღაცა იქნება გაზაფხულზე თოვლი რო გადანება და ეს მდინარეები რო აიწევს ადიდება უცებ შეიძლება რაღაცა მოხდეს და როდის იქნება რამე არ ვიცი აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალისტების უამრავი დასკვნა არსებობს. გეოლოგი ზეინალ მაისურაძე წლებია ამ კონკრეტულ რეგიონზე მუშაობს. მისი თქმით, მოსახლეობის გაყვანაზე რეკომენდაციები 90-იანი წლებიდან არსებობს. ჩვენ ისმის რამდენჯერმე იყო გაცემული შესაბამისი დასკვნა, რომ ამ მოსახლეობისაც უნდა გამოიყოთ შესაბამისად სადმე უსაფრთხო ადგილზე ადგილები, რომ გადაყვანილი იყო მოსახლეობა. თან ეს მთის მოსახლეობა ამათ საქონელი ყავთ რაღაცა და დაინტერესებული არიან, რომ ადგილზე სადმე რაიონის ტერიტორიაზე ადგილზე გამოიყოთ საცხოვრებელი ადგილები. დღესდღეობით მაგათთვის არის კატასტროფული მდგომარეობა. მლეთელებზე მძიმე მდგომარეობაში ვეძახეველები იმყოფებიან. სოფელში მცხოვრები 18 კომბლი განსასახლებელია, თუმცა თანხების არ ქონის გამო ხელისუფლება 3-ზე მეტი ოჯახის გაყვანის პირობას ვერ დებს. თიანეთის ამ სოფელში არსებული მდგომარეობის სიმძიმეზე გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის წარმომადგენელი გიორგი იორამაშვილიც საუბრობს. როდამდე უნდა ელოდოს ეს ხალხი გაზაფხულზე ჩამოვიდეს და ეს კიდე ჩაკეტოს ის რა მაშინამ ხელა ტერიტორია ჩაკეტა და ის 10 მეტრის ჩაკეტვას 15 წუთი უნდა მეტი კი არა ესე ღვთისინაბარაა მიტოვებული ეს ხალხი და ვინმე გამოჩნდება რა შეიძლება რომ რეგიონალური განვითარების სამინისტრო ჩაემუქთოს ამ საკითხში იმიტომ რომ იმათ ყველაზე მეტი დაფინანსება აქვს და რაღაც კუთხით ეხებათ კიდეც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, ეკომიგრანტებზე ზრუნვა მთლიანად სუბელიანის უწყებას ექვემდებარება. გარემოს დაცვის ეროვნულ სააგენტოში კი ამბობენ, რომ პასუხისმგებლობა ორივე სამინისტროზე თანაბრად ნაწილდება. თუმცა გასახლების საქმე აუცილებლად ჩვენ ვაძლევთ დასუსტებას გასახლების იმაზე. გაყვანას გასახლება გაყვანაზე. იმაზე უბნებზე გაყვანას გასაყვანად. ეგ ეკომიგრანტების საქმე. და ვინ უნდა გაიყვანოს? ამას ძირითადად არის რა ქვია რეგიონული მართვის სამინისტრო, ინტეგრალური მართვის სამინისტრო და სკოლათა გასახლების სამინისტრო. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა გასახლებისა და ტოლთა სამინისტროს პრესამსახურის უფროსის ეკა გულუას თქმით, ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და უწყება კომენტარს ჯერ არ გააკეთებს. ეს თემა არის განხილვის, ანუ ჯერ არ გასრულებულა ამ თემაზე მუშაობა და ბევრს ვერაფერს ვერ გეტყვით და ამიტომ სასურველია უმჯობესია როცა დასრულდება ამ თემის განხილვა, მუშა პროცესია ახლა. მე რომ მოხდეს ჩაწერა. და დაახლოებით რამდენ ხანში შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი? დღეს და ხვალ ვერ დასრულდება. რა ვიცი შემეხმარებით პერიოდულად და ვერ გეტყვით ახლა. და დასრულდება და ამ ეტაპზე რა კონდიციამდეა მისული აი ამ საკითხთან დაკავშირებით რომ გავიკვეთოთ მუშა პროცესია და ამიტომ ვერაფერს ვერ ვეტყვით ამ თემაზე. სანამ სამინისტროში მოკვლევა მიმდინარეობს, ეკომიგრანტები უსტატუსოდ ცხოვრობენ. ქართული კანონმდებლობით დევნილებად მხოლოდ ის ადამიანები მიიჩნევიან, ვინც უცხო ქვეყნის ძალადობის, შიდა კონფლიქტისა თუ უფლებების მასობრივი დარღვევის გამო იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა. სპეციალური ფორმა ის როგორც არის მაგალითად დევნილებთან მიმართებაში, რომ არის დევნილის მოწმობა, რომელიც გადაეცემა იძულებით გადაადგილებულ პირს, ასეთი მოწმობის ფორმა და ნიმუში არ არის ამ შემთხვევაში დადგენილი საქართველოს კანონმდებლობით.
ზოგადად მათი განსახლების საკითხი ისე რა თქმა უნდა სახელმწიფოს ასე ვთქვათ ფუნქციებში შედის და კონკრეტულად იმ სამინისტროს ფუნქციებში, რომელიც ასევე დევნილთა საკითხებსაც კურირებს, კერძოდ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების და ტოლმილთა სამინისტროს დებულებაში პირდაპირ წერია, რომ ეს სამინისტრო ასევე საქმიანობს და საქმიანობას ახორციელებს სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებული პირების საცხოვრებლად უზრუნველყოფისათვის. დღევანდელი მონაცემებით 366 დასახლებული პუნქტი რისკის ზონაშია. 822 ოჯახი დაუყოვნებლივ განსახლებას ექვემდებარება. მათ შორის ზემომლეთაში მცხოვრები 15 ოჯახიც, რომლებსაც ჩაშან გაუმართლათ. მოვარდნილმა ღვარცობმა არ აგვიდგა და კედა და რისკის ზონიდან დროულად გასვლა შეძლეს. თუმცა იმავეს გამეორების შემთხვევაში ექსპერტებს დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთება უჭირთ.